რამდენიმე წუთის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართება ხვალდილით, ანუ სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა და რამდენიმე წუთის წინ გააცნეს უშუალოდ გიორგი ჭიღლაძეს ბრალის დადგენილება, ამიტომ ახლა ყველა ხვალდილით 11 საათზე სასამართლო პროცესის დაწყებას დაელოდება. სასამართლო პროცესს გაუძღვება მოსამართლე თამარა კაპანაძე და სწორედ თამარა კაპანაძემ უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის სანქციას გამოიყენებს ახლა დაკავებული ქართველი მამაკაცის წინააღმდეგ და რა ტიპის დაუმტკიცდება ხვალ ოფიციალური ბრალის მიხედვით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გიორგი ჭიღლაძეს გააცნეს, ვიგებთ, რომ გიორგი ჭიღლაძეს ედავებიან სხვა ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურამ 5,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ გიორგი ჭიღლაძე 5,000 ლარს გირაოს სახით გადაიხდის, ის ორთვიან წინასწარ პატიმრობას არ გაატარებს იზოლატორში, იქნება თავისუფლება და შეძლებს, რომ საკუთარ სასამართლო პროცესებს თავისუფლებაზე მყოფი დაესწროს და საქმის მასალებსაც ასე გაეცნოს. რაც შეეხება მისი ადვოკატების პოზიციას, გიორგი ჭიღლაძის ადვოკატებისგან ვიგებთ, რომ პროკურატურამ მათ ძალიან გვიან შეატყობინა იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ჭიღლაძისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა იგეგმებოდა, ადვოკატებმა ვერც მოასწრეს გურჯაანის იზოლატორში, ჯეროვნად გაცნობოდნენ იმ მტკიცებულებებს და მასალებს, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, რამდენადაც ჩვენთვის ხდება ცნობილი საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია სასტუმროდან ამოღებული ვიდეო და ფოტომტკიცებულებები, სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება ხვალ თელავის რაიონულმა სასამართლომ. ადვოკატები აპირებენ, რომ დააყენონ ხვალ შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო მისცეს მათ გონივრული ვადა, რომ მოასწრონ მასალებს გაეცნონ წესიერად და შემდგომში მოახერხონ გიორგი ჭიღლაძის ჯეროვნად დაცვა სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, დილა დაიწყო იმით, რომ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ქორწილში როგორც მომღერალი, ისე იყო მიწვეული, ალექსანდრე მრელაშვილი, საუბრობდა იმაზე, რომ ის დაიბარეს თელავის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე მეორედ, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია, რადგან მას ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდა საგამოძიებო უწყებისთვის და ჩვენების შეცვლას არ აპირებდა. გიორგი ჭიღლაძის ადვოკატები საუბრობდნენ იმაზე, რომ ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ შეიძლება გამოეყენებინათ დაშინება ან რაიმე ტიპის ზეწოლა იმისთვის, რომ შეეცვალა თავისი ჩვენება, თუმცა მოგვიანებით მომღერალმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და მადლობას უხდის პოლიციას. არა და მანამდე გავრცელდა ვიდეოები, როგორ შეჰყავს პოლიციას ძალის გამოყენებით მომღერალი უშუალოდ სამმართველოს შენობაში, შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მომღერალმა მოინდომა დროზე ადრე დაეტოვებინა გამოკითხვის პროცესი, შემდგომში დააზიანა უშუალოდ შენობაში არსებული ნივთები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, რის შედეგადაც მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც შეგვიძლია მოგაწოდოთ გიორგი ჭიღლაძის პროცესთან დაკავშირებით, რაც შეეხება უშუალოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისინი აცხადებენ, რომ სასტუმროსთან აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასტუმრომ არ მიიღო შესაბამისი ზომები და არ აღმოფხვრა კონფლიქტი, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უშუალოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან გასვლა ეკრძალებათ. მათი პოზიცია ასეთია, რომ სასტუმროს წარმომადგენლების წინააღმდეგაც უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ცოტა ხნის წინ კი სასტუმროს ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ყველა საჭირო ზომა მიიღეს ამ კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, თუმცა კონფლიქტი მაინც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. პროკურატურამ, როგორც გითხარით, ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნო გიორგი ჭიღლაძეს, ის ახლა გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, დაკავებულია და ხვალდილით 11 საათზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართება და ხვალ გავიგებთ, რა ტიპის სანქციას გამოიყენებს სასამართლო მის წინააღმდეგ. ეს იქნება ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თუ გირაოს სანაცვლოდ თავისუფლება.